ძალიან მოკლედ იმაზე, თუ რამდენად სულელებად თვლიან კოცები ხალხს და როგორ დასცინიან ადამიანებს. არ არსებობს დამოუკიდებელი ქვეყანა სადაც. ქვეყნის პრემიერი რომ ქვია, ის კაცი ხალხის წინ ფეხებს აბაკუნებდეს, პროდუქტებზე ფასები ძალიან გაძვირებულია, მომატებულია და ვისი ბრალია ნეტავესო. არ არსებობს დამოუკიდებელი ქვეყანა სადაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომ ქვია, ეს ორგანო გამოძიებას იწყებდეს 180%-ით მომატებულ ბრინჯზე. არ არსებობს დამოუკიდებელი ქვეყანა სადაც. პოლიციელები ადამიანებს ტროტუარზე დგომას უკრძალავდნენ და სასამართლო დაატარებდნენ. არ არსებობს დამოუკიდებელი ქვეყანა სადაც. 13 წლის წინ რომ მოვიდა ხელისუფლებაში ხალხი და 14 თეთრი როღი და ელექტროენერგია იმ ტარიფის განახევრებას რო პირდებოდნენ, ამის მერე 9-ჯერ რომ მოამატეს ეს ელექტროენერგიის გადასახადი და დღეს 13 წლის თავზე რო გამოდიან და კიდე გაზდას რო გვიანონსებენ, ნარმანია იყო სხვა შორის დღეს ეს კაცი, ვინც წინა საახალწლო ტარიფის კიდევ მომატება დაანონსა და ეს ნარმანია სხვათა შორის 2012 წლიდან ქოცი იყო და ბიზნესთან ერთად თანამოზიარი ამ დაპირებების განსხვავებით ბევრი ქოცისგან, ვისაც შეიძლება პასუხი ვერ მოსთხოვა, იმიტომ რომ ჯერ ნაციონალური მოძრაობის მაისური არ ჰქონდათ 2012 წელს გამძვრალი. ვისაც სჯერათ რომ ყობახიძე ახლა შეიძლება ბიზნესს ებრძოდეს, აი ბიზნეს ჯიბის ექსპერტი რო არის, იმ კაცმა ესე თქვა, რომ თურმე ყობახიძე ბიზნესს ებრძვის და ვისაც არ ჯერა ამისი, ბიზნეს მომატებული არის ეს ფასები. მოსვლის დღიდან დღემდე ბიძინა გიზრდით ყველანაირ გადასახადს მათ შორის პროდუქტებზე და როცა ვსაუბრობთ, ადამიანებს კარგად უნდა უხსნათ ეს რიტეილერები და მარკეტინგი, ყველას დიდ პატივს გცემთ, მესმის თქვენი განათლება, დარწმუნებული ვარ თქვენს განათლებაში, მაგრამ ადამიანებს უნდა ვესაუბროთ ადამიანების ენაზე და პირდაპირ ვუთხრათ, რომ მარკეტებში ფასები რო არის მომატებული, ეს მარკეტები მაგალითად კარფური არის ბიზნესი, მაგნიტი და გვირილა არის ვასილ ჩიგოგიძის გურიის გაზულუქებული დელეგატი როზის პარლამენტში. სპარი მაგალითად ფარცხალაძეების ხალხის არის, სმარტი ხაკაძეების ხალხის არის, ორინაბიჯი კახაბექაურის არის, აგროჰაბი ბიზნეს პარტნიორი რო არის, იმისი არის ხო და ბიძინა გიზდის ამას და ყობახიძე ბიზნეს არასდროს არ ებრძოდა და არც შეებრძოდა.